მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიღებთ აი ამ შვენიერ სანადირო თოფს, რომელიც არის აკარ ჩერჩილი 812 მოდელი. იარაღი დამზადებული არის თურქეთში და ის არის 12 კალიბრიანი ლულების ვერტიკალური განლაგებით. მისი ლულები ქარხნულად იტესტება 1370 ბარ წნევაზე და გათვლილი არის, რა თქმა უნდა, ფოლადის საფანძეც. ფოლადის საფანტისთვის აუცილებელი არის ცილინდრი, გაუმჯობესებული ცილინდრი და ნახევარ ჩოკი. კატეგორიულად აკრძალული არის ქარხნულად, აი ამ იარაღით, სრული ჩოკით და გაუმჯობესებული ნახევარ ჩოკით ფოლადის საფანტის სროლა. სავაზნე არის მაგნუმი 76 მმ-იანი, ხოლო ლულის შიდა არხის ზომა არის 18.4 მმ. ამ თოფს ქარხნულად მოყვება 5 სასვლელი ჩოკი ბრაუნინგ ინვექტორ პლუსის სტანდარტი და არის აი ესეთ ლამაზ ჩოკების ყუთში მოთავსებული, რომელშიც თან არის მოთავსებული ასევე ჩოკების გასაღები. 3 ჩოკი ყუთში, ხოლო 2 ჩოკი არის ლულებზე განლაგებული. მას აქვს ვენტილირებადი სამიზნე თამასა, ხოლო შუა თამასა არ არის ვენტილირებადი. ასევე მირჩილული არის საღვედე ლულაზე. იარაღი აღჭურვილი არის ეჯექტორებით და აქვს აი ესეთი ჩამკეტი სისტემა. იარაღის სასლეტ მექანიზმი არის სელექტორული პრინციპით მუშაობს, აქვს ერთი სასლეტი მექანიზმი, რომელთაც ჩვენ ვისვრით როგორც ზედა, ისე ქვედა ლულას და ამ ყველაფერს ვაკონტროლებთ სელექტორით, რომელიც ინტეგრირებული არის მცველთან ერთად. იარაღს მოყვება ასევე ძალიან ლამაზი და ხარისხიანი წინდები, რომელიც უზრუნველყოფს იარაღის დაცვას, გადატანისა და ტრანსპორტირების დროს. ისე რომ იარაღი არ დაიკაწროს და რაიმე ზედმეტი მექანიკური ზემოქმედება არ მოხდეს იარაღზე. იარაღს კომპლექტაციაში არ მოყვება, თუმცა აუცილებელი არის აი ესეთი ფუჭი ცარიელი დაზამბარებული მასრები, რომ იარაღი არ იყოს ფეხზე შეყენებული და ნემსების დაშვება მოხდეს აი ამ ფუჭი ვაზნების დახმარებით. იარაღს ასევე კომპლექტაციაში მოყვება აი ესეთი შვენიერი ულამაზესი кейსი, რომელიც გამოიყურება ძალიან სიმპათიურად და ძალიან ლამაზად. აი ესეთი შვენიერი ჩანთა кейსი არის მაღალი ხარისხის. იარაღის საშუალო ფასი არის დაახლოებით 1900-დან 2200 ლარამდე და საკმაოდ ესეთი მისაღები ფასი არის. ხოლო რაც შეეხება იარაღის წონას, იარაღი არის ძალიან მსუბუქი. ეს კონკრეტული ვერსია არის 71 სანტიმეტრიანი ლულით. რესივერი არის ფოლადის და არ არის ერგალის და ამ იარაღის წონა არის 3 კილოგრამი და 150 გრამი, რაც არის ძალიან მსუბუქი. თავის კონკურენტთან შედარებით მხედველობაში მაქვს ATA-SP. ჩემი კონკრეტული ATA-SP არის 3 კილოგრამი და 520 გრამი. მასთან შედარებით საკმაოდ მსუბუქია და დაბალანსებული იარაღი არის აკარ ჩერჩილი 812 მოდელი. ჩერჩილი 812 მოდელი ვისვრით უკვე 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. მანძილი არის 35 მეტრი, სამიზნე ზომები არის 6 წელი თავახის უცელი გადამული. ჩოკი არის სრული, იგივე ერჭრილია. ესეთ ჩერჩილის პირველი ნასროლი, ოდნავ მარცხნივ მომიწია სროლა, ეს ჩემი ბრალია, მაგრამ დაჯგუფება აქვს ძალიან ძლიერი და ძალიან კარგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე 2 ჭრილიანი, იგივე 0.75 მმ-იანი ჩოკი.
ვაზნა და მანძილი იგივე. ესეც ორჭრილიანი ჩოკით ნასროლი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე სამჭრილიანი, იგივე 0.5 მმ-იანი ჩოკი, ვისვრით, მანძილი და თავის ზონები იგივე. ესეც სამჭრილიანი ჩოკის შედეგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ 4 ჭრილიანი, იგივე 0.25 მმ-იანი ჩოკი. ესეც 4 ჭრილიანი ჩოკის შედეგი, მთლიანად დაფარული არის სამიზნე. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე ცილინდრი, იგივე 5 ჭრილიანი ჩოკი. ესეც ბოლო ნასროლი, ჩერჩილი 812-ით, 5 ჭრილიანი ჩოკი, 7 ნომერი, 32 გრამის საფანტი. ჩერჩილი 812 მოდელი, ვისვრით ტყვიებს, ჩოკი არის ცილინდრი. ესეც სალიტყვის შედეგი, ჩერჩილი 812 ჩოკი ცილინდრი. აი აქ ამ ადგილში ტყვია-ტყვიაში მოხდა, ხოლო დაშორება, რომ წარმოვიდგინოთ, არის დაახლოებით მასშტაბი აი ესე. ეს არის ჩოკების კუთი და ჩოკების კუთთან შედარებით დაახლოებით მაქსიმალური დაშორება იქნება ტყვიასა და ტყვიას შორის 10 სანტიმეტრი. რაც არის შვენიერი იდეალური შედეგი. ესე იგი მოვდანე სროლა, ბაშიერის 12 მარცვლიანი ფინდიხი, მოსპილენძებული ვერსია, 45 გრამი, ჩოკი არის ცილინდრი. ესეც ფინდიხი, ჩერჩილი 812-დან ნასროლი, ცილინდრით, სამიზნეს მოხვდა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 მარცვალი 12-დან. ცენტრი იდეალურად არის აღებული და იდეალურად არის გადანაწილებული. მოკლედ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნასროლი არის ძალიან კარგი. დასკვნები თავად გააკეთეთ იარაღთან დაკავშირებით, ვაზნებთან დაკავშირებით, ჩოკებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ეს ტოფი მიახლოებით ისვრის აი ასე. ტესტი რა თქმა უნდა არ არის მაღალი დონის, მაგრამ საერთო ჯამში წარმოდგენას შეგიქმნით ამ იარაღზე თუ როგორ ისვრის. კარგად გრძანდებოდეთ.